სიახლეს სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის 4 წლამდე მოზარდებისთვის კოხლიარული იმპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდება. პროგრამა ასევე მოიცავს იმპლანტაციის შემდგომ სარეაბილიტაციო მომსახურებასაც. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. მარიამ ჯამასპიშვილი გიამბობთ. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის. კოხლიარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლიარული იმპლანტაცია გახდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვების სმენისა და მეტყველების, ასევე კოგნიტური თუ სხვა უნარების განვითარებას. აქამდე იყო დაფინანსებული მხოლოდ ერთ ყურზე კოხლიარული იმპლანტები, ეხლა საკითხია დასმული ორივე ყურზე, რომ ერთდროულად გაკეთდეს. კვლევებმა გვიჩვენა, რომ 2-3 წელიწადში 4 წლამდე ასაკის ბავშვები სრულად აღწევენ 100%-იან შედეგს განვითარების. ადრეული დიაგნოსტიკა და დროული ჩარევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის კომუნიკაციისა და სწავლის ძირითადი უნარები. პროგრამა მოიცავს იმპლანტაციის შემდგომ აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებასაც, რაც მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებასა და სრულფასოვან რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ორმხრივ იმპლანტირებულ ბავშვებში განვითარება და ადაპტაცია გარემოსთან უფრო მარტივია და უფრო სრულყოფილია. რეაბილიტაციის თვალსაზრისით ძალიან კარგია ერთი რეაბილიტოლოგის ვიზიტით ორივე იმპლანტის რეგულირება ხდება. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე ბავშვებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მთავრობისთვის პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროგრამის გაფართოებაც. ორმხრივი კოხლიარული იმპლანტის ხელმისაწვდომობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ბავშვებს მიეცემათ შანსი, რომ დაიწყონ მეტყველება, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცია თერაპიას, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფო დაფინანსებით კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება ცალმხრივი კოხლიარული იმპლანტაციაც ყველა ასაკის პაციენტისთვის.